სოფელ მახალაკიძეებში გვირაბის მშენებლობა შეჩერებული, ამის მიზეზი საპროტესტო აქცია გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქებითმა სამუშაოებმა ჰაერის დაწყლის დაბინძურება გამოიწვია. დაიბზარა სახლები და კლდიდან ქვები ცვივა. მოსახლეობის განცხადებით არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც კლდე გამაგრება საჭიროებს. სოფლის მცხოვრებლები მოსავალ საფრთხებზე საუბრობენ და საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი გამგეობისა და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები შეხვდნენ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებენ და საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლეს. აჭარის წყალი ჯორჯიას წარმომადგენლები თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. საუბარი არის მუშებზე, იმუშებენ სამ ფლად. საითაც გვირაბი გადის იმართულებით ცხოვრობს 22 კომლი, რომელსაც ექნება სასიცოცხლო საფრთხე და ის რომ არ გამეორდეს რაც წაბლანაში მოხდა 1999 წელს ვითხოვთ ამ 22 კომლის გაყვანას უსაფრთხო ადგილს. თითქმის 4-ჯერ და 5-ჯერ შემცირდა მოსავლიანობა და ვითხოვთ რომ კომპენსაცია მიეცეს ყველა ოჯახს. სათითოოდ მივიდეს მოხდეს ინდივიდუალური შესწავლა. ვითხოვთ იმ გვირაბის სადაც რო გადის აი იქ ახლომახლო ცხოვრები ხალხის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას. სოფელის ამ გვირაბის მშენებლობის შედეგად მიადგა საკმაოდ ზარალი. მდინარე დაგვიბინძურდა, პირუტყვი ვეღარ სვამს სასმელად წყალს. ამავე დროს მოიკლო მოსავალმა და რა თქმა უნდა ზეგავლენა მოახდინა ბუნებას. ქვათა ცვენაა, შესაძლებელია მიწა ჩამოწვეს, საჭიროებას მოვითხოვთ, დაცული იქნას ამ მოსახლეობის უსაფრთხოება. შეიქმნება სპეციალური კომისია თავრობის აპარატიდან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, გარემოს დაცვიდან, რომელიც შეისწავლის ამ მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს. მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს კომპანიათა და ნაწილობრივ ხელისუფლება. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მემორანდუმის მიხედვით გააკეთებს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ყველაფერს.